ეს ხდება. შენ ვერაფერს გააკეთებ ამაზე. ეს არ არის უკანონო, ეს არის ღმერთის ისტორია. იცი, ამერიკის რევოლუციასაც ყავდა მოწინააღმდეგეები. ყველა რევოლუციას, რაც კი მსოფლიოში მომხდარა, ყავდა მოწინააღმდეგეები. მაგრამ დღეს ისრაელში რევოლუცია ხდება და ისრაელი იბრუნებს თავის სამშობლოს. Ლა მოგესალმებით ძალიან განსაკუთრებულ იუდეის ღონისძიებაზე JNS TV-ზე. ეს გადაცემა ადგილზე გადმოიტანეთ. ჩვენ ვიმყოფებით ეინ-შემეშის ფერმაში, იერუსალიმის მახლობლად, მაელე ადუმიმის ახლოს. ამ კვირის გადაცემის ჩემი განსაკუთრებული სტუმარია Nate Wallery. ის არის Israel Guys Highwell-ის გავლენის დირექტორი. და ჩვენ პირდაპირ საქმეზე გადავდივართ. Nate, ძალიან სასიამოვნოა შენი სტუმრობა. ჯოშ, მადლობა მოწვევისთვის, ეს ნამდვილად დიდი სიამოვნებაა. იცი, საკმაოდ ხშირად უსმენ შეს გადაცემას ბოლო წლების განმავლობაში. ანუ უკვე კარგა ხანია ეთერში ხარ. ასე რომ მადლობა. მადლობელი ვარ. მოდი დავითხოთ კითხვით. რა არის Israel Guys-ი? ან იქნებ უნდა ვკითხო, ვინ არიან Israel Guys-ი? Story. ყველაფერი დაიწყო ჩემ მამისგან. ჩვენ ორგანული ფერმერები ვიყავით თენესიში და მამა ჩემ 2004 წელს პირველად იმოგზაურა ისრაელში და პირველად ნახა როგორ ცოცხლდებოდა ბიბლია მის თვალწინ. მან პირდაპირ დაინახა წინასწარმეტყველები ვენახში მდგომნი. ვენახის მფლობელმა გახსნა ბიბლია, დაიწყო იმ მუხლის კითხვა, სადაც წერია, რომ ვენახი უნდა დაიდგოს სამარიის მთებზე. და მამა ჩემმა იკითხა: რას ვაკეთებ მე? რას ვაკეთებ? რატო ვგავ პომიდორს და კარტოფილს ტენესიში? სწორედ აქედან დაიწყო ყველაფერი. დავიწყეთ აქ მოსვლა, მსახურება და მოხალისეობა ფერმებზე, იუდეისა და სამარიის ფერმერების კურთხევა. წვანი ხას არ გადავდივართ, იქ ძალიან საშიშია. მხოლოდ ამ მხარეს ვრჩებით. Tel-Aviv. Story-ა თელ-ავივში ძალიან საშიშია. ანუ სინამდვილეში პირდაპირ მნიშვნელობით ხუმრობით ვამბობ ამას, მაგრამ როცა რაკეტები დაფრინავდა, სინამდვილეში ეს იყო ქვეყნის საშიში ნაწილი. იუდეა და სამარია იმ დროს ისრაელის ყველაზე უსაფრთხო ადგილი იყო. ასე რომ დავიწყეთ მოსვლა, მოხალისეების მოყვანა ფერმერების დასახმარებლად. წლების განმავლობაში კი სულ უფრო და უფრო მეტი ყალბი ინფორმაცია ვრცელდებოდა. ჩვენ ვხედავდით არასწორად გაშუქებას, იუდეისა და სამარიის დასახლებების მცხოვრებლების არასწორ ამიტომ ანგზით, მსახურებით და ასევე დავიწყეთ online YouTube არხი სახელად ისრაელის ბიჭები და დავიწყეთ კონტენტის გამოქვეყნება, სადაც ვამბობდით. აი ეს არის ნამდვილი ამბავი. ეს არის ის, რაც რეალურად ხდება. ეს არის ის, რაც ადგილზე ხდება. ამას ჩვენ თვითონ განვიცდით, ჩვენ ამას ვხედავთ, ჩვენ ამის ნაწილი ვართ. ასე რომ გვაქვს ორი მხარე. ჩვენ ვეხმარებით ფერმერებს და შთაგონებას ვაძლევთ მსოფლიოს, რომ ისრაელის გვერდით იდგეს. ეს არის ჩვენი მისია, ეს არის ჩვენი მიზანი და სწორედ ამას ვაკეთებთ აქ. ჩვენ აუცილებლად უფრო დეტალურად შევეხებით ამ თემას, მაგრამ მინდა ფერმებით დავიწყო. ანუ აი აქ ვართ. ლამაზი პეიზაჟები, იუდეის უდაბნო. და მინდა ვიცოდე ამ კონკრეტული ფერმის შესახებ, სადაც დღეს ვიმყოფებით. და ზოგადად, რატომ არის ფერმები ასეთი მნიშვნელოვანი? რატომ არის ეს ესეთი მნიშვნელოვანი თემა დღევანდელ რეალობაში? რა თქმა უნდა, იცით, ვფიქრობ, შეგვიძლია შევხედოთ პოლიტიკას. მოდი პირდაპირ პოლიტიკაზე გადავიდეთ. რა ხდება მსოფლიოში? მთელი მსოფლიო აღშფოთებულია იუდეასა და სამარიაში მდებარე ფერმების გამო. ამაში ლოგიკა არ არის, ვის აინტერესებს ფერმები, არა? მაგალითად, მე არ მინახავს არც ერთი ახალი ამბავი, სადაც კალიფორნიის ვენახებზე საუბრობენ. არც ერთი ახალი ამბავი არ მინახავს, სადაც მაგალითად ვენესუელაში ან სადმე სხვაგან საქონლის ფერმებზე საუბრობენ. ეს ხომ არ არის თავარი ამბავი. მაგრამ რატომაც ეს ფერმები მთელ მსოფლიოში სათაურად იქცა? ისინი სათაურად იქცევა და რატომ? ამას ლოგიკური ახსნა არ აქვს. მათ სანქციებს უწესებენ. ამაზე ცოტა ადრე ვილაპარაკეთ. მათ საერთაშორისო ორგანიზაციები სანქციებს უწესებენ, ამ წუთებშიც კი. კანადამ ახლახან სანქციები დაუწესა რამდენიმე იმ ფერმერს, ვისთანაც ჩვენ თანამშრომლობდით. სამწუხაროდ ამ სანქციების გამო ავტომატურად ვიღებთ შეზღუდვებს, ვის დახმარებაც შეგვიძლია. და ეს ფერმერები უბრალოდ 20-30 თვარს ფლობენ. ისინი მთაზე არიან თავიანთ ოჯახთან ერთად და მათ სანქციებს უწესებენ. და სიმართლე რო ვთქვათ, ამას დიდი გავლენა აქვს. უკინოთ საბანკო ანგარიშებს, ყველაფერს უყინავენ. ისინი ვერ მუშაობენ, ვერაფერს აკეთებენ. მაგრამ რატო? ვფიქრობ, ეს არის მთავარი კითხვა. რატო არის სოფლის მეურნეობა აქ ასე მნიშვნელოვანი და რატო აინტერესებს სოფლის მეურნეობა? და სინამდვილეში ჩემი აზრით, ყველაფერი ბიბლიაზე მოდის. ეს არის საფუძველი იმისა, თუ რატო აქვს ამას მნიშვნელობა. ღმერთმა თქვა, რომ ისრაელში არის 5 ადგილი, სადაც ღმერთი აძლევს აღთქმას მამამთავრებს, აბრაამს, ისააკს და იაკობს. თუ ქრისტიანი ხარ, თუ ებრაელი ხარ, მნიშვნელობა არ აქვს. ეს არის ჩვენი რწმენის საფუძველი. აქედან იწყება ყველაფერი, ამ 5 ადგილიდან. ღმერთის აღთქმა აბრაამთან იწყება ელ-მორეში. ის აძლევს მას 4 ნაწილიან აღთქმას. ის ამბობს: მე ვიქნები შენი ღმერთი. თქვენ იქნებით ჩემი ხალხი. მიწა, რომელზეც დგახარ, იქნება შენი და შენი თანამშრომლების სამუდამოდ. და მეოთხე, ეგვიპტელებს შეუძლიათ იყვნენ ამ ისტორიის ნაწილი. მე ვაკურთხებ მათ, ვინც შენ აკურთხებს. ეს არის 4 ნაწილიანი დაპირება, რომელსაც ის გადასცემს ისააკს და შემდეგ იაკობს. მეორე ადგილი, სადაც ის აძლევს ამ დაპირებას, არ არის ბეთელი. ის კვლავ აძლევს მას იერუსალიმში, ისევ ხებრონში და მეხუთე ადგილი არის გერარი. სად არის გერარი? გაზის სექტორი. ასე რომ გვაქვს 4 ადგილი, ამათგან 4 იერუსალიმში, იუდეასა და სამარიაშია და მეხუთე არის გერარში.
ასე რომ თუ ამას თანამედროვე რუკაზე შევხედავთ, ეს არის აღმოსავლეთ იერუსალიმი, დასავლეთ სანაპირო და ღაზის სექტორი. ეხლა ეს უკვე აზოს ინძენს. მთელი ეს ომი მართლაც ლოგიკურად გასაგები ხდება. ეს არის იმის საკითხი, მართალია თუ არა ღვთის სიტყვა. ეს არის ის, რაზეც მთელი ბრძოლა. ეხლა ნამდვილად სრულდება თუ არა ღვთის სიტყვა. ბრუნდებიან თუ არა ებრაელი ხალხი იმ მიწაზე, რომელიც ღმერთმა მათ 3000 წლის წინ აუთქვა. ეს ნამდვილად ისაა, რაც ხდება. მე მჯერა რომ ასეა. და ამას საკუთარი თვალით ხედავ ამ ფერმერებთან ერთად. ისინი ბრუნდებიან რომ დაიბრუნონ მიწა, რომელიც ღმერთმა მათ მისცა და ეს მსოფლიოს არ მოსწონს. თუ ეს მართალია, ეს პრობლემაა ჩინეთისთვის, ეს პრობლემაა ამერიკისთვის, ეს პრობლემაა მთელი მსოფლიოსთვის, რომ არსებობს ღმერთი და ის თავის ხალხს სახლში აბრუნებს. და მე მჯერა რომ ეს არის ის ომი, რომელიც მიმდინარეობს. მართლა თუ ცოტა უკან დავიხევს და შევხედავთ, შეგვიძლია ვილაპარაკოთ ამაზე, იმაზე, თუ ისინი ამას გააკეთებდნენ და ამას გააკეთებდნენ. მაგრამ ვფიქრობ, საბოლოოდ ყველაფერი იმაზე მოდის, ღმერთის სიტყვა მართალია თუ არა. ეს არის ჩვენი საფუძველი. აქედან მოდის ყველაფერი და ვფიქრობ, ეს არის მარტივი მიზეზი თუ რატომ არის ეს ფერმები ასეთი საკამათო და რატომ იპყრობს ამდენ საერთაშორისო ყურადღებას. ვერ დაგეთანხმებით უფრო მეტად იდეოლოგიურ, თეოლოგიურ, ბიბლიურ და ისტორიულ მიზეზებთან დაკავშირებით. მინდა აუხსნა ხალხს, ვინც შეიძლება არ იცნობს, რა ხდება რეალურად ამ ფერმებში პრაქტიკული თვალსაზრისით. დასაკეთებენ ეს ფერმერები. საქმე იცი, ცხვრებზეა. ჩვენ აქ ვართ, ცხვრებზეა? ჩვენ აქ ვართ. ჩვენ ხედავთ ქათმებს და ვხედავთ ვისაუბრებთ იმ პროექტზე, რომელშიც თქვენ ხართ ჩართული. ამ კონკრეტულ ფერმაში შენობები შენდება, სოფლის მეურნეობა და ცხოველები. განმარტეთ პრაქტიკულად რას აკეთებენ ეს ფერმები ძალიან ადრე დილიდან ძალიან გვიან ღამემდე. Practical რო ვთქვათ, ეს ფერმერები გამოდიან. ეს ტერიტორია ოსლოს შეთანხმების მიხედვით გაიყო A, B და C ზონებად. C ზონა, რომელიც ისრაელის იურისდიქციაშია, ისრაელის კონტროლის ქვეშ, ისრაელის სამხედრო კონტროლის ქვეშ. ისინი ამ ტერიტორიებზე იმყოფებიან. ყველა ეს ფერმა, რომელსაც ჩვენ ვეხმარებით, C ზონის შიგნით მდებარეობს. იქ ცოტა პოლიტიკაც არის, მაგრამ ეს ფერმები იქმნება, ისინი ამ ტერიტორიაზე იქმნება. ისინი პალესტინელების მიწას არ იპარავენ. ეს არ ხდება. ისინი შემოდიან იმ სპეციალურად განსაზღვრულ ტერიტორიებზე, სადაც ისრაელის კონტროლი ნებადართულია. ისინი მოდიან, აშენებენ ამ ფერმებს ამ ადგილებზე და ესენი არიან ახალგაზრდა ოჯახები. ჩვეულებრივ ხალთ 2 ან 3 პატარა ბავშვი. ზოგიერთი მათგანი უფრო დიდი ოჯახია, უფროსები როგორც იქნება. ზოგიერთი მათგანი მოზარდებია, რომლებიც გამოდიან და იწყებენ ამ ფერმებს. მაგრამ ისინი დასახლდნენ ცხრებით, ძროხებით. ეს ფერმა, სადაც ეხლა ვართ, ორგანულია. ისინი ბოსტნეულს ამუშავებენ. ასევე აქვთ ცხვრის ფერმა გვერდით. აქვე 2 ძმა, რომლებიც ერთად მუშაობენ და ამ ტერიტორიაზე ამ მიწას ინარჩუნებენ. დილით ადრე ისინი იღვიძებენ, ცხრებს საძოვარზე უშვებენ, დღის სიცხეში ბრუნდებიან და საღამოს ისევ გამოყავთ ცხრები და ორგანულ პროდუქტს აწარმოებენ. აქ აქვთ ზეთისხილის ბალები, ორგანული ზეთისხილის, ორგანული ბოსტნეული იზრდება. ხავთ პატარა შინაური ქათმები და მსგავსი რამ. დიახ, ეს ნამდვილად დაბრუნება ამ მიწაზე. დაბრუნება იმ უძველეს გზაზე, როგორც ებრაები აქ ათასობით წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ და ისინი ამ გზას უბრუნდებიან. და ამას ვხედავთ მთელ იუდეასა და სამარიაში, განსაკუთრებით ამ ფერმაში. მინდა კითხოთ ცხრებზე, რადგან ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია ცხრების მწყემსვა, მათი საძოვარზე გაპანა. როდესაც ებრაელები მიწაზე არიან, მაშინ არალეგალური არაბული მშენებლობა, არაბების მიწის უკანონო თვითნებური დაკავება და მიწის უკანონო კონფისკაცია ვერ მოხდება. სწორია. პირველ რიგში, როცა მინდვრებში ყოფნა. და მეორე, თუ ამ პატარა ფერმებზე საუბრობთ, ვიცი, რომ ფერმერები, მწყემსები, როცა მინდვრებში არიან თავიანთ ფარებთან ერთად, ისინი სინამდვილეში მთელი ტერიტორიის თვალები და ყურები არიან. და შეუძლიათ გააფრთხილონ უსაფრთხოების ძალები, თუ ტერორისტული თავდასხმა ან სხვა საფრთხე ახლოვდება. ანუ, ისაუბრეთ თქვენს გამოცდილებაზე. ეს სწორია? 100% სწორია. და სინამდვილეში ტერორიზმი მნიშვნელოვნად შემცირდა ამ ფერმის შემდეგ. ასე რომ 7 ოქტომბრამდე იუდეასა და სამარიაში 50 ფერმა იყო. დღეს იუდეასა და სამარიაში 220-ზე მეტი ფერმაა. ფერმების მასიური ზრდა იუდეასა და სამარიაში. არიელ შარონმა თქვა, ვიცი რომ შეგიძლია, იცი, მოგწონს ან არ მოგწონს, როგორც გინდა. მაგრამ არიელ შარონმა თქვა, რომ იმ ადგილებს, სადაც ფერმები და თემებია, ისრაელის ერი დაიცავს. და ვფიქრობ, ამას ხედავთ 7 ოქტომბრის შემთხვევაშიც კი, რადგან ღაზიდან გასვლამ არმია გაიყვანა იქიდან, რადგან ღაზის სექტორში არც თემები იყო და არც ფერმები. და აქაც იგივე ხდება, სადაც ფერმებია, სამხედროები ამ ტერიტორიებს იცავენ. მანამდე კი ჯიჰადისტებმა დაიკავეს ეს ადგილები. ამ ფერმის გარშემო, სადაც ახლა ვართ, არის ბარაკების დასახლებები, არაბული ბარაკების დასახლებები, პირდაპირ მნიშვნელობით ჯურღმულები. არ ვიცი, როგორ ცხოვრობენ იქ ადამიანები. ეს ნაგავია, ნარჩენებია. ოჯახები ცხოვრობენ თუნუქის ქოხებში, ასეთ თუნუქის ქოხებში. და ეს სიგიჟეა. ეს არაბი ჯიჰადისტები, რომლებიც აქ არიან მიწის დასაკავებლად, ისინი გადმოდიან გარშემომდებარე არაბულ სოფლებიდან და მოდიან ამ ჯურღმულებში, რომ მიწა მიითვისან. არის სამართლებრივი გადაწყვეტილება. ისრაელის უზენაესმა სასამართლომ მათ წინააღმდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს უკანონოა და ისინი უნდა გაიყვანა.
მაგრამ ევროპული ქვეყნები და დანარჩენი მსოფლიო ფაქტობრივად აქ აჩერებენ მათ. ისინი ემუქრებიან ისრაელს სანქციებით და სხვა ზომებით, რომ შეაჩერონ ესრაელი ამ თემების განადგურებაში. ამიტომ ამ ფერმებით, რომლებიც აქ ადგილზე ტარდება, ისინი რეალურად რაღაცას ცვლიან, რადგან ამ მიწას იკავებენ. და ახლო აღმოსავლეთის კულტურაში ვფიქრობ, ბევრი დასავლელი ამას ვერ იგებს, რადგან ჩვენი ქვეყნები საკმაოდ ცივილიზებული და პირველი სამყაროს ქვეყნებია და ისრაელიც პირველი სამყაროს ქვეყანაა. მაგრამ თუ არაბულ სოფლებში შეხვალთ, იგრძნოთ, რომ თითქოს მესამე სამყაროს ქვეყანაში მოხდით. ყოველ ჯერზე, როცა არაბულ სოფელში შევდივარ, ფიქრობ, კაცო, სად ვარ, რა ხდება აქ? მაგრამ რასაც ისინი კარგად ხვდებიან, არის ის, რომ ვინც მიწას იყენებს, ის არის მისი მფლობელი. ვინც ამუშავებს მიწას, ის არის იქ. ამიტომაც ამ ფერმების ქონა, მინდორში თვალყურის დევნება, ტერიტორიის მონიტორინგი მნიშვნელოვნად ამცირებს ტერორიზმს. ტერორიზმი იუდეასა და სამარიაში შემცირებულია. არ ვიცი, როდის ყოფილა ასეთი დაბალი ისტორიულად. ასე რომ ეს ფერმერები რეალურად ცვლიან სიტუაციას ადგილზე. ეხლა ერთი მოკლე ამბავი. მე ვიყავი იქ, ჩვენ ვეხმარებოდით ფერმის მოწყობაში, ბუფერულ ზონაში შორის. იორდანიასა და ისრაელს შორის. ასე რომ ჩვენ პირდაპირ ვაწყობდით ხობეს იორდანეს მდინარის გასწვრივ. ამ კაცს აქვს 14 კილომეტრი მიწა იორდანეს მდინარის გასწვრივ, სადაც ის საქონელს ზრდის. და ისინი ამ ფერმერებს ამ ტერიტორიაზე აკენებენ ზუსტად როგორც შენ ამბობ, რომ ტერიტორია დააკვირდნენ. მან ამ 14 კილომეტრიან მონაკვეთზე მაჩვენა 27 ადგილი, სადაც იორდანელმა ბულდოზერებმა მიწა იორდანეს მდინარეში შეწიეს. მერე ის მიდის სამხედროებთან და ეკითხება, ჰეი, რა ხდება? 14 კილომეტრში 27 ადგილია. იორდანიამ ახლახანა აშენა ახალი ღობე მათი საზღვრის მხარეს. და ის ეკითხება, რა ხდება აქ? რატო არის რა ხდება ამ ადგილებთან, რომლებიც აშკარად ბულდოზერის კვალია, მიწის იორდანეს მდინარეში შეწევით? და სამხედროებმა უთხრეს, ეს შემთხვევით მოხდა. მან თქვა, მოიცადეთ, ეს შემთხვევითობა არ არის. 27-ჯერ 14 კილომეტრში, სადაც ჩანს, თითქოს სახმელეთო გადასვლას ცდილობენ. ეს ბევრად მეტია ვიდრე უბრალოდ ეს. და სწორედ ეს არის ამ ფერმების არსი. აკეთებენ, ისინი აკეთებენ მიწაზე. რომლებიც ამ ტერიტორიებზე მიწას ამუშავებენ. ისინი მიწას ამუშავებენ, მაგრამ ასევე არიან თვალები და ყურები. ისინი იქ ყოველდღე არიან და ხედავენ ცვლილებებს. ისინი ამჩნევენ ცვლილებებს. ისინი ამჩნევენ იმას, რაც იცვლება. And Bezrat Hashem, მერტის დახმარებით, ისინი შეძლებენ შეაჩერონ 7 ოქტომბრის მსგავსი მოვლენა, რადგან სწორედ ეს არის ის, რასაც ეს მზადება ნიშნავს. 27 გადასასვლელი და ციხესიმაგრე. ეს მხოლოდ 14 კილომეტრია. არ ვიცი, როგორ გამოიყურება მდინარის დანარჩენი ნაწილი, მაგრამ თუ ამ 14 კილომეტრი 27 გადასასვლელია, რამდენია დანარჩენ მდინარეზე? და როგორი გადასასვლელი იქნება იორდანიიდან? ეს ისრაელის ყველაზე გრძელი საზღვარია და სინამდვილეში ისრაელის ყველაზე დაუცველი საზღვარია მთელ ტერიტორიაზე. ასე რომ ის ფერმერი, რომელიც იქ დგას და ამას ხედავს, საშუალებას აძლევს მათ რეაგირონ და მოემზადონ ასეთი სცენარისთვის. როგორ პასუხობთ, იქნებით ეს ფერმერის როლში თუ როგორც ისრაელ გაიზის ერთ-ერთი წევრი, მათ ვინც ამტკიცებს, რომ ისრაელი უკანონოდ იკავებს ამ ტერიტორიას? დაჯერება გინდა თუ არა, სამწუხაროდ არიან ისრაელებიც, რომლებიც ასე ფიქრობენ. და რა თქმა უნდა, ევროპის კავშირი, რომელიც ამ ტერიტორიაზე უკანონო მშენებლობებით ხელს უწყობს ამას. როგორც აქ, ასევე სხვა ადგილებშიც. როგორ პასუხობთ მათ, ვინც ამას უკანონო ოკუპაციას უწოდებს? დიახ, იცით, ფიქრობ ეს საინტერესოა, რადგან თელ-ავივიც უკანონო დასახლებად იყო მიჩნეული 1909 წელს, როდესაც დაარსდა. დღეს უმეტეს შემთხვევაში ხალხი ამ განცხადებაზე გაიცინებდა. მაგრამ 1909 წელს ეს იყო მდგომარეობა, როდესაც ბრიტანელები, ან ბრიტანების ნელების მოსვლამდე, ამბობდნენ, რომ ეს იყო უკანონო. ბრიტანულმა გაზეთმა დაწერა, რომ თელ-ავივის უკანონო დასახლება დაარსდა. დღეს ეს არის ცენტრი, ან იერუსალიმი, თელ-ავივი. ისინი თითქოს ეჯიბრებიან ერთმანეთს ებრაული ცხოვრების ცენტრისთვის ისრაელში დღეს. მე მჯერა, რომ ჩვენ იგივე რამეს უყურებთ. ვფიქრობ, ყველაფერი ისევ რწმენაზე მოდის. მე მჯერა ბიბლიის და მჯერა ღვთის სიტყვის. და აქ ღმერთი ამბობს, რომ ეს არის მიწა. ეხლა შეგვიძლია პოლიტიკაზეც ვისაუბროთ. შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, რატო აქვს ან არ აქვს ისრაელს უფლება და ამ ყველაფერზე. ვფიქრობ, ძალიან კარგი არგუმენტია, რატო აქვს ისრაელს უფლება აქ ყოფნის და ეს არ არის უკანონო ოკუპაცია. მაგრამ ვფიქრობ, საბოლოოდ ყველაფერი იმაზე მოდის, რომ ჩემი რწმენა ეს ბიბლია და ღმერთმა ასე თქვა. ასე რომ დღის ბოლოს ამით მორჩა. მოდი, სხვა არაფერი, ამით მორჩა. ასეა საქმე. იმიტომ რომ თუ პოლიტიკურ სფეროში შევალ, კარგი, რა მოხდება? როცა გაერო მიიღებს კანონს, რომელიც ამბობს, რომ ეს რეალურად უკანონოა. ეხლა ეს სადაოა, ეს ბუნდოვანია. შეიძლება იყოს, შეიძლება არა. იცი, შეგიძლია ერთ მხარეს დაადგე, შეგიძლია მეორე მხარეს დაადგე. იცი, რაც უნდა იყოს 252 რეზოლუცია. იცი, ყველა სხვა კანონი და რეგულაცია, რაც გაეროში მიიღეს. ეს ბუნდოვანია. შეიძლება ერთ მხარეს დავიდეს ან მეორეზე, მაგრამ საბოლოოდ მე მჯერა, რომ ყველაფერი ღმერთის სიტყვაზე მოდის. და მჯერა, რომ ეს არის ის, რასაც იუდეასა და სამარიაში ხედავთ. ამას ხედავთ ისრაელშიც ახლა. 7 ოქტომბრის შემდეგ დიდი აღორძინება მოხდა და ხალხი რწმენას უბრუნდება და აცნობიერებს, რომ ეს არის ღმერთის სიტყვა. აქ მივდივართ, ეს ჩვენი მიწაა. და მჯერა, რომ ხედავთ ხალხს, რომელიც ბრუნდება, ეს არის დაბრუნება. დაბრუნება მიწაზე, რათა იბატონონ და იმეფონ ისრაელის მიწაზე. და სინამდვილეში ვფიქრობ, ამას მეორე მხარეც აღიარებს. არაბებიც ამას აღიარებენ. არაბები ტოვებენ და ძალიან დიდი რაოდენობით. არაბები ტოვებენ და ამბობენ, კარგი, დუნებდებით, ამას უთმობთ. რა ხდება ტაძრის თაზე? არაბები იქ თითქმის აღარ ადიან.
რამდენიმე კვირის წინ ამის შესახებ ანგარიში ვნახე. და იგივე რამეები ხდება მთელ იუდეასა და სამარიაში. იცვლება როგორც ისრაელის, ასევე არაბი მეზობლების აზროვნება. ბევრ ასეთ ქოხმახებსა და ადგილებში, სადაც ისინი ცდილობდნენ შემოსვლასა და ტერიტორიის დაკავებას, უბრალოდ ჩაალაგეს ნივთები და წავიდნენ. იქ აღარ არიან. ასე რომ ვფიქრობ ამას ხედავთ. ეს ორივე მხარეს ხედავთ, ამ სპექტრის ორივე მხარეს. ასე რომ ჩემი პასუხი მათ არის, ეს უკვე ხდება. ვერაფერს გააკეთეთ ამაზე. ეს არ არის უკანონო. ეს ღმერთის ისტორია და ეს ხდება. იცით, ამერიკის რევოლუციასაც ხალდა მოწინააღმდეგეები. ყოველ რევოლუციას, რაც კი მომხდარა და რაც ხდება მსოფლიოში, ხალდა მოწინააღმდეგეები. მაგრამ დღეს ისრაელში რევოლუცია ხდება და ისრაელი იბრუნებს თავის სამშობლოს და ახალი თაობა იბადება. მე მჯერა, რომ ეს არის ისრაელის რევოლუცია, რომელიც ახლა მიმდინარეობს. დავწერე. კარგი. მაგრამ ნება მომეცი კითხო, იცი? მიუხედავად მთელი ოპტიმიზმისა, თუ ამ გზას გავყვებით, სადაც ეხლა ვართ, მაინც არსებობს არალეგალური ბარაკების დასახლებები, რომლებიც რა თქმა უნდა მხარდაჭერილია და დაფინანსებულია ევროპის კავშირის მიერ. რა შეიძლება ისრაელმა რწმენის გარდა კიდევ გააკეთოს პრაქტიკულად, რომ აღკვეთოს და ვიცი, რომ რიცხვები შემცირდა, აღკვეთოს არალეგალური მშენებლობა. მშენებლობა, რომლის მიზანიცაა მათი მიზანი, ღიად. ბევრმა ქვეყანამ მიიღო ეს, რათა დაარსებულიყო ეგრეთ წოდებული პალესტინის სახელმწიფო. ეს არის მათი საბოლოო მიზანი. ეს არის მიზეზი, რატომაც იკავებენ ყველა ამ სტრატეგიულ ტერიტორიას, აქედან მკვდარ ზღვამდე და ბევრ სხვა ადგილას, სამხრეთ ხებრონის ბორცვებში, შომრონში, სამარიაში. რას უნდა აკეთებდეს ისრაელი პრაქტიკულად, რომ ამგვარი საქმიანობა აღკვეთოს? სრულიად სწორია და ვფიქრობ, რაც 7 ოქტომბრის შემდეგ ვიხილეთ, სწორედ ეს გააკეთა. გულისხმობ 7 ოქტომბრის შემდეგ ისრაელის პოლიტიკაში უზარმაზარი ცვლილება დავინახე. ისინი რეალურად პოლიტიკურად შეიცვალნენ. გულისხმობ, ყველა ეს ფერმა 7 ოქტომბრამდე არც ერთი ამ ფერმიდან არ დაუშვებდნენ ამ ტერიტორიებზე შესვლას. ასეთი რამ არ ხდებოდა. ცვლილება მოხდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს სრულიად კანონიერია. ფერმების შექმნაში არაფერია არალეგალური, ოსლოს შეთანხმებების მიხედვით. მე წავიკითხე ისინი. ოსლოს შეთანხმებების მიხედვით წერია, რომ ისრაელს აქვს უფლება და ისრაელის თავდაცვის ძალებსაც აქვს უფლება, რომ დაასახლონ C-ზონა. დაახლოებით ასე წერია. ისრაელს აქვს უფლება გადაწყვიტოს, რა მოხდება C-ზონაში. ასე რომ ეს ყველა ტერიტორია სრულიად ლეგალურად არის დაფუძნებული. და მე ვფიქრობ, ეს არის ფრონტი. მე ასევე მჯერა, რომ როცა ძლიერი ხავს, ხალხი მასთან შეიკრიბება. ხალხი ძლიერებს გვერდში დაუდგება. რატომ გაფორმდა აბრაამის შეთანხმებები? რატომ მოიწერა მათ ხელი? იმიტომ რომ ისრაელის გაშევ მყოფმა ქვეყნებმა ისრაელი ძალად დაინახეს. მათ ისრაელი აღზევებად იმპერიად მიაჩნიათ. და ვფიქრობ, ეს ძალა რეალურად ერისთვის ნიშნავს იმას, რომ ჩვენს გვინდა ამის ნაწილი ვიყოთ. იმიტომ რომ გინდა იყო ამის ნაწილი, ხო გაესმის, ეს ისეთია, როგორც ეხლა რამდენ ადამიანს უნდა ამერიკასთან შეერთება. ან რამდენ ადამიანს უნდა რომ ამერიკასთან რაღაც სახის ალიანსი კონდეს. ძალიან ბევრს, იმიტომ რომ ამერიკა არის ის ზესახელმწიფო. და ვფიქრობ, რომ ისრაელი ხდება ასეთი ზესახელმწიფო ახლო აღმოსავლეთში და მის გარშემო ქვეყნებში. რაც უფრო ძლიერდება ისრაელი, რაც უფრო მტკიცედ დგება ისრაელი და ეწინააღმდეგება ამ ჯიჰადისტებს, რომლებიც ცდილობენ ყველაფრის ხელში ჩაგდებას, მით უფრო მეტი ქვეყანა დაუჭერს მხარს. მათაც მოუნდებათ ამის ნაწილი გახდნენ. ევროპულ ქვეყნებსაც მოუნდებათ ამის ნაწილი გახდნენ. ამერიკა, მთელი მსოფლიო ყველას მოუნდება ამის ნაწილი გახდეს. და ამას უკვე ხედავთ ტექნოლოგიურ სამყაროშიც, სადაც უზარმაზარი ტექნოლოგიური კომპანიები ინვესტიციებს დებენ ისრაელში. მიუხედავად იმისა, რომ ისრაელის წინააღმდეგ უამრავი პროპაგანდაა, ისინი მაინც ამბობენ: არა, ჩვენ ხედავთ, რომ ისრაელში რაღაც ხდება. ჩვენს გვინდა ამ ისტორიის ნაწილი ვიყოთ. ასე რომ, ამას ხედავთ ერთ მხარეს. მეორე მხრივ ხედავთ ამ ყველაფერ პროპაგანდას, რომელიც ამბობს, რომ ისრაელი რაღაც მონსტრული, შეშლილი ქვეყანაა. მაგრამ ადამიანები, რომლებიც ნამდვილად აქცევენ ყურადღებას, ისინი იციან განსხვავება და შეუძლიათ დაინახონ განსხვავება. და ვფიქრობ, სწორედ იქ მივდივართ. და ვფიქრობ, ისრაელმა ხერხემალი უნდა გამოიჩინოს. საინტერესო იქნება ვნახოთ, რა მოხდება მომავალ არჩევნებში აქ ისრაელში. მაგრამ ვფიქრობ, საბოლოოდ ასე უნდა ებრძოლო ამას. დაუდგე წინ და თქვა: არა, ეს ვართ ჩვენ. ეს არის ჩვენი ერი. იცით, ამერიკა არ გამხდარა იმით, რომ ფრანგებს, ინდიელებს, ინგლისელებს ან ვინც იქ იყო დაანებდა. ისინი არ დაანებდნენ, როგორ გახდნენ ზესახელმწიფო. მათ თქვეს, არა, ეს ჩვენი ქვეყანაა, ეს ვართ ჩვენ. და მათ იბრძოლეს ამისთვის. ვფიქრობ, სწორედ აქ არის ის, რაც ისრაელს ჭირდება. ისრაელმა უნდა იბრძოლოს იმისთვის, რაც არის. მათ უნდა იბრძოლონ საკუთარი იდენტობისთვის. მათ უნდა იბრძოლონ თავიანთი ადგილისთვის მსოფლიოში. და ვფიქრობ, ამის მეშვეობით ისინი გახდებიან ზესახელმწიფო ახლო აღმოსავლეთში. აბსოლუტურად. კი, მინდა ახლა თემა შევცვალო. ძალიან ახლოვნებული ვარ იმ სამუშაოთი, რასაც დღეს ამ ფერმაში აკეთებდით, რაც ვნახეთ მიმდინარე მშენებლობისას. მინდა ვისაუბროთ თქვენს პროექტებზე, იმ რაღაცებზე, რაც დღეს იუდეასა და სამარიაში ხდება. თქვენ ცხოვრობთ ჰარბრახაში, მაგრამ ყველგან მოძრაობთ, მონაწილეობთ სხვადასხვა მნიშვნელოვან წამოწყებებში იუდეასა და სამარიაში. ისაუბრეთ იმ რაღაცებზე, რაზეც ამჟამად მუშაობთ. დიახ, აბსოლუტურად. ჩვენ გვყავს ჯგუფი საიონაპსი, რომელიც აქ არის, ძალიან სერიოზული პროგრამა. ბიჭები, ახალგაზრდა ბიჭები 18-დან 30 წლამდე მოდიან ერთი თვით და ვაკეთებთ ძალიან სერიოზულ პროექტებს. მუშაობთ განთიადიდან დაღამებამდე.
ჩვენ მივდივართ მინდოში, ვიძინებთ მიწაზე ფერმებში და ვაკეთებთ ყველაფერს რაც საჭიროა. მაგალითად, ერთ ფერმაში შეიძლება ღობეების გაკეთება იყოს საჭირო. ეხლა ბევრ ღობეს ვაკეთებთ. ფიქრობ, ამ ფერმერების უმეტესობას ყავს პირუტყვი. ჩვენ ვაკეთებთ ღობეებს პირუტყვისთვის. ამ პროექტში ჩვენ ვაშენებთ ჩალის ბალების სახლს, რათა ამ ფერმაში დასახმარებლად ჩამოსული ზოგიერთი მუშა დავაბინაოთ, რომელიც ამ ფერმაში დასახმარებლად მოდის. ეს დამოკიდებულია ფერმაზე, დამოკიდებულია პროექტზე. ვდგავთ ვენახებს. ესეთ საქმეებსაც ბევრს ვაკეთებთ, მაგრამ ეს მძიმე შრომა. ზუსტად ის არაზეც ადრე საუბრობდით. გარეთ 90 გრადუსია და გუნდი იქაა, ამ სახლის ჩალის ბალახის კარკას ათყობს. ჩვენ ღობეს ვაკეთებთ. იცი, უმეტეს შემთხვევაში ხვრელების გაბურღვა გვიწევს. თითქოს ქანა. მივდივართ, ვბურღავთ ხვრელს ქანში, ვამაგრებთ იმ ადგილებში. მაგრამ სინამდვილეში ეს ადამიანები მთელი მსოფლიოდან არიან, რომლებიც ღმერთის სიტყვას სწამთ, რწმენა აქვთ. მათ სურთ აქ მოვიდნენ და ამ ისტორიის ნაწილი გახდნენ, რადგან ხედავენ რაც ხდება და სურთ ამას შეუერთდნენ. აქ მიმდინარე პროცესს დაუკავშირდნენ. ეს რომ ჩვენ ახალ ფერმაში ვართ, კვირაში 2 ფერმაში მივდივართ, ვაკეთებთ პროექტს, შემდეგ გადავდივართ შემდეგ ფერმაში, შემდეგი გავაკეთოთ. ეს არის ისტორია. წელიწადში დაახლოებით 9 ჯგუფს ვირებთ. სხვადასხვა ჯგუფები გვყავს. ეს კონკრეტული ძალიან რთული ჯგუფია, მართლა გულისხმობ. ეს ბიჭები ძალიან ძლიერები არიან. ისინი შესანიშნავი გუნდი არიან. და კიდევ სხვა ჯგუფებიც გვყავს, რომლებიც ცოტა სხვანაირები არიან, იცი? ყველას ესეთი სიმტკიცე არ აქვს, ხო ასეა. ზოგი ადამიანი უბრალოდ უნდა მოვიდეს და დაუკავშირდეს, მაგრამ არა დილიდან საღამომდე მუშაობით. ეს რომ გვაქვს სხვა ჯგუფებიც, სადაც ადამიანები მოდიან და ურთიერთობენ. და მჯერა რომ ეს სწორედ თქვენს წინაკითხვას უკავშირდება, რომელიც ცოტა ხნის წინ დასვით. მე მჯერა რომ ეს მეორე საკითხია ჩვენთვის, ერების მხრიდან, როგორ შევცვალოთ ნარატივი. ადამიანებმა უნდა ჩამოვიდნენ და ადგილზე დადგნენ. მათ უნდა ნახონ ეს ყველაფერი. მათ უნდა გახდნენ ამ ყველაფრის ნაწილი. და რაღაც განსაკუთრებული კავშირი ჩნდება, როცა ადგილზე დგახარ, როცა ამას საკუთარი თვალით ხედავ და როცა ამ ყველაფრის ნაწილი ხარ. და ამიტომ ეს ერთ-ერთი ჩვენი მიზანია. მოვიყვანოთ ადამიანები და ჩვენ ყოველ წელს 3-დან 500-მდე მოხალისეს ვიწვევთ, რომ ჩამოვიდნენ და ადგილზე დაუკავშირდნენ აქ მიმდინარე მოვლენებს. ეს ჩვენი მისია, დავაკავშიროთ ადამიანები. გვაქვს ტურები, გვაქვს სხვადასხვა სახის კომბინაცია. მოხალისეობა, ტური, ისინი ერთდროულად მოხალისეობენ და მოგზაურობენ, უკავშირდებიან ამ ადგილებს. იუდეა და სამარია ის ადგილია, სადაც ბიბლიის დაახლოებით 85% დაიწერა ან მოხდა. ასე რომ ჩვენ ამ ადგილებს უკავშირდებით. იცით, ყველგან სადაც მუშაობთ არის ისტორია. აი აქაც ვართ. ეს ის ადგილია, სადაც მეფე დავითმა აბესალომს თავი დააღწია. სწორედ ამ თებში, სადაც ახლა მუშაობთ. ამიტომ ყოველთვის არის კავშირი ბიბლიის ისტორიასთან, იმ პროექტთან, რაზეც მუშაობთ. არა მხოლოდ ისტორიის თვალსაზრისით, არამედ წინასწარმეტყველთაგანაც. იცით, ისინი საუბრობენ ებრაელი ხალხის დაბრუნებაზე. და ეს ნამდვილად ჩემი გატაცებაა. დავაკავშირო ადამიანები წინასწარმეტყველებთან და იმასთან, რაც დღეს ხდება, რადგან ძალიან ბევრმა ადამიანმა რწმენა რაღაც ამოუცნობად აქცია, რომელსაც რეალობასთან კავშირი არ აქვს, მაგრამ მე მჯერა რომ ეს რეალურია და დღეს ხდება. წერია რომ ებრაელი ხალხი დაბრუნდება თავის მიწაზე, რომ ისინი დარგავენ თავიანთ მიწაზე და აღარავინ ამოიძირკვება იქიდან. ეს ამოსიდანაა. ის საუბრობს ვენახების დაბრუნებაზე მთებში, საუბრობს კირუტყვის დაბრუნებაზე მთებში. და ამიტომაც ჩემი გატაცებაა დავაკავშირო ადამიანები ამ რეალობასთან ადგილზე, რომ გავაძლიერო მათი რწმენა და რომ მათ შეეძლოთ თქვან, ვაუ, ბიბლია რეალურია. ეს არ არის უბრალოდ რაღაც რაშიც იმიტომ ჯერა რომ ხო იცით, ასეა და თავს კარგად მაგზნობინებს. არა, ეს რეალურია. ეს არის ხელშესახები კავშირი, როცა ბიბლიას აკავშირებ იმასთან, რაც დღეს ფიზიკურად ხდება. მინდა ამაზე გავჩერდე. არიან ეგრეთ წოდებული გაღვიძებული მემარჯვენეები, კალბი მემარჯვენეები, Tucker Carlsonები და სხვები, რომლებიც ნამდვილად ცდილობენ კლინი გააჩინონ ქრისტიანებსა და ებრაელებს შორის ამ ქვეყანაში. და მინდა ვისაუბრო რეალობასა და ურთიერთობებზე ქრისტიანებსა და ებრაელებს შორის. იცით, ეს Tucker Carlsonები და სხვა ესეთები იტყვიან, რომ ამ ქვეყანაში ქრისტიანები დევნილი უმცირესობა არიან. აბა, რა არის რეალობა? როგორი ურთიერთობა დღეს ებრაელებსა და ქრისტიანებს შორის აქ ისრაელში? იცით, ვფიქრობ, ბოლო 30 წლის განმავლობაში უზარმაზარი ცვლილება მოხდა. 30 წლის წინ აქ იყვნენ პროტესტანტები და ქრისტიანები, ანუ 30 წლინ ბაპტისტები და მეთოდისტები. არ ვიცი, რამდენად იცით ქრისტიანობის შესახებ, მაგრამ იცით, სხვადასხვა დენომინაციებია. ბაპტისტები და მეთოდისტები ერთმანეთს არ ესაუბრებოდნენ. ალბათ 20 წლის წინ ქრისტიანები ან პროტესტანტები და მეთოდისტები ერთმანეთს არ ესაუბრებოდნენ. თითქოს ასეთი დაყოფა იყო. ეხლა სოციალური მედიის ეპოქაში და ამ ყველაფრის ფონზე საზღვრები ძალიან აირია. დენომინაციები აღარ არსებობს. ყველაფერი ასე აღარ არის ნამდვილი. ძირითადად, თუ ქრისტიანი ხარ, ძირითადად ქრისტიანები მთელ მსოფლიოში. და ვფიქრობ, ეს ძალიან ღრმად არის ფესვგადმული. უმეტეს ქრისტიანებს საერთოდ არ აქვს წარმოდგენა რა შეჯერათ თავიდან. და ეს არის ბიბლიის არწაკითხვა. ღვთის სიტყვასთან კავშირის არქონა. ასე რომ თუ ქრისტიანი ხარ, უბრალოდ ქრისტიანი ხარ და მორჩა. უმეტეს ადამიანს არ აქვს წარმოდგენა, რომ თვითონ არაბი ქრისტიანებიც, რომლებსაც ტაკერი ბეთლემში ინტერვიუს უღებს, ისინი მონაწილეობდნენ 1948 წლის ხოცვა ჟლეტაში გუშ ეციონის ებრაული დასახლებების წინააღმდეგ, ისრაელის სახელმწიფოს დაარსებისთვის ბრძოლაში. ისინი ამოხოცეს. ეს მოხდა 1948 წლის 7 ოქტომბერს გუშ ეციონში. და ის ქრისტიანები, იგივე იდეოლოგიის მქონენი, ვისაც ის ინტერვიუს უღებს, ამ ხოცვა ჟლეტის ნაწილი იყვნენ.
მაგრამ მაინც ამ ხალხს ეს აქვთ, მაგრამ მაინც მსოფლიო უსმენს ამ ხალხს. თითქოს ისინი ისრაელისა და იქ მიმდინარე მოვლენების ავტორიტეტები იყვნენ. მათ იგივე იდეოლოგია აქვთ, რაც ჰამას, რომელიც ღაზადან მოდის. და ბევრი ტერორისტული თავდასხმა განხორციელებულა თეირანის მხრიდან. ის კაცი, ის სამარეიდან იყო ქრისტიანი, რომელიც მოვიდა. ის, ხო იცით, და ამ ხალხს ეს იდეოლოგია აქვთ. ეს იგივე ტიპის იდეოლოგია, რაც მუსლიმებს აქვთ. ხშირად ამას მუსლიმებს ვაბრალეთ, მაგრამ ისტორიის განმავლობაში ყოფილა ისეთი ქრისტიანობაც, რომელიც ებრაელებს ხოცავდა. გულისხმობ ეს უბრალოდ რეალობაა, რაც მოხდა. გულისხმობ ჯვაროსნებს, ინკვიზიციას. ანუ, იცით, შეგიძლიათ ჩამოთვალოთ ნებისმიერი ისტორიული პერიოდი, სადაც გინდათ, მაგრამ ეს ყველაფერი მოხდა. და ეს ადამიანები იმავე გზას მიყვებიან. ეხლა რა ხდება დღეს? მე მჯერა რომ ამ ორ შორის განსხვავება. და ეს კათოლიკეს და პროტესტანტს არ უკავშირდება. ეს ხაზები უკვე აღარ არის მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია ისინი, ვინც ჯერა რომ ღმერთის სიტყვა ჭეშმარიტია, ფიზიკური და ხელშესახები, და ისინი, ვინც ჯერა რომ ეს ყველაფერი სულიერია. და ეს არის განსხვავება ამ ორ შორის. და ეს ადამიანები ცდილობენ შემოვიდნენ და თავიანთი არგუმენტი წარმოადგინონ. ისრაელი აღარ არის ისრაელი. ისრაელი დასრულდა. ისრაელი დასრულებულია და ახლა ჩვენ ვართ რჩეული ხალხი. მთელი ეს ჩანაცვლების თეოლოგიის იდეა. მე კი ვითხოვდი რომ არა. და სწორედ ამიტომ არ ასე გატაცებული იმით, რომ ხალხი დავაკავშირო ფიზიკურ წინასწარმეტყველებებთან, რომლებზეც ლაპარაკობენ. რადგან წერია, რომ ღმერთის სიტყვა ისევ ჭეშმარიტია და დღესაც ხდება. რადგან მე ამას ვხედავ, შემიძლია შევეხო, შემიძლია ვიგრძნო, შემიძლია მისისი ნაწილი ვიყო. როცა საუბარია იმ დრეზე, ჩვენ ახლახან გავაკეთეთ პროექტი აქვე, ახორის ველზე. და ესაა პირდაპირ ამბობს, რომ დროხები კვლავ დაბრუნდებიან ახორის ველზე. ეს აქვე, ბორცვის მიღმა. რა თქმა უნდა. გავარ აქ უყურებ ძროხებს ახორის ველზე და ვაშენებ ღობეს და ვფიქრობ, აშკარაა რომ ღმერთის სიტყვა მართალია. ეს ფიზიკურია. ცხადია, ამას სულიერი მხარეც აქვს, მაგრამ ფიზიკურად ხდება ადგილზე. ვფიქრობ, ეს არის განსხვავება. და სწორედ ამას ვხედავთ. ამ ომი ეხლა იმაზეა, მართალია თუ არა ბიბლია, იმ ფუნდამენტურ საკითხზე. არის ეს ფიზიკური, როგორც რეალობა, მართალია? თუ ეს არის რაღაცა სულიერი ღრუბლებში. და რაც მე ვხედავ, ეს არის ფიზიკური რეალობა ადგილზე, რომელიც ეხლა დღეს ხდება. და ვფიქრობ, ეს არის ის, რასაც მე იმ ადამიანებს ვეტყოდი. მე ვეტყოდი, ნახე, მე ამას ვხედავ, ვეხები, ვგრძნობ. როგორ შეიძლება ამაზე იდაო? ეს რეალობაა. ისინი ცდილობენ შექმნან ნარატივი, რომელიც სულიად განსხვავებულია ამისგან, მაგრამ მაინც მე ამას ვამბობ ადგილზე. მაგრამ სამწუხაროდ ციფრების მიხედვით ამან გავლენა მოახდინა ქრისტიანების შემდეგ თაობაზე, თუნდაც ევანგელისტურ საზოგადოებაში შეერთებულ შტატებში. და ვიცი რომ ბევრი ადამიანი, ვინც Tucker Carlson-ის, Candace Owens-ის და სხვების ნარატივს იღებს, შეშფოთებულია მომავალით. და მეც ძალიან შეშფოთებული ვარ ამით. ხედავ რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა ამ ყველაფერში ის არის, რომ ჩვენ ქრისტიანულ საზოგადოებაში განათლება დავუკარგეთ და ამის გამო ყველაფერი გაურკვეველი ხდება. და როგორც კი რაღაც გაურკვეველი ხდება, თუ ვინმე რამეში დარწმუნებული აღარ არის და სიტუაცია ოდნავ მაინც მტრულად იქცევა, მაშინ ადამიანები საუბარს წვეტენ. იცი, ეს უხერხული ხდება. თუ საუბარი უხერხულია, ადამიანები თავს არიდებენ მას. და ეს real პრობლემაა, რომელსაც ამერიკაში ვაწყდებით. ადამიანები უბრალოდ ამბობენ, არ ვიცი. ამიტომ ისინი თავს არიდებენ ამ კითხვას. იქნებ რაღაც ნაწილი მართალია. შეიძლება ასეც იყოს. და ვფიქრობ, ეს რეალური პრობლემაა. როგორ ვებრძოლოთ ამას? ვფიქრობ, მომავალში დადგება დრო, როცა ავთენტურობა იქნება მთავარი. რადგან ამჟამად ჩვენ ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ვცხოვრობთ. ჩვენ ბოტების ეპოქაში ვართ. ჩვენ იმ ეპოქაში ვართ. ვინ იცის? ნამდვილად გავს Tucker Carlson-ს 12 მილიონი გაუნწერი. შეიძლება არა. ნამდვილად ისეთივე გავლენიანი არის, როგორც ჩვენ გონია. შეიძლება არა. ჩვენ ნამდვილად არ ვიცით. თქვა ეს ვინმემ თუ არა. იცი, ამ ხელოვნური ინტელექტის ვიდეოების და ამ ყველაფრის გამო, რაც ახლა ჩნდება და ამ ინფორმაციის გამო, ვფიქრობ, ერთ-ერთი რამ, რასაც მალე შევეჯახებით, ის არის, რომ ხალხს მოუნდება ავთენტურობა, პირისპირ ურთიერთობები, კავშირი რეალურ ადამიანებთან. და მე მჯერა, რომ ეს იქნება კომუნიკაციის მომავალი, ის ინტერნეტიდან შორსწავა. ეს ჩემი პროგნოზია. ასე ვფიქრობ, რომ მომავალში ასე იქნება. და ვფიქრობ, რომ ამის წინააღმდეგ ბრძოლის გზა არის ის, რომ უნდა შევხვდეთ ერთმანეთს პირადად და რეალურად დაუკავშირდეთ ადამიანებს, რადგან საბოლოოდ ხალხი მიხვდება, რომ ვერ ენდობა ამას, ვერ ენდობა ინტერნეტს. ვერ ენდობიან იმას, რაც იქ არის, რადგან ყველაფერი ძალიან ღიაა და შეუძლებელია გადაამოწმო, რა არის სიმართლე და რა არა. იცით და როგორც მესმის, მე ტექნოლოგიურ სამყაროში ძალიან არ ვარ, მაგრამ რაც გამიგია, ეს ბოტების თემა სიგიჟეა. თითქოს ეს მართავს კულტურას, ეს მართავს ყველაფერს. სვადლას პროფესიონალთან საუბრობდი ამაზე, რომელიც მიყვებოდა, რომ როდესაც ირანი 11 დღით დაიბლოკა ომის დასაწყისში, 40,000 Twitter-ის ანგარიში გაქრა. სწორად, ანგარიშიდან გაქრა. ეს ანგარიშები აძლიერებენ შოტლანდიის გამოყოფას, ან რაც არ უნდა ყოფილიყო. მგონი შოტლანდიის გამოყოფას, ან ინგლისის, რაც არ უნდა იყოს, ევროკავშირიდან გამოყოფას. მაგრამ ისინი საუბრობდნენ იმაზე, თუ როგორ ეს ყველაფერი, რომ თითქოს ისინი კონკრეტულად ამ ერთ საკითხს ესმოდნენ თავს ინგლისში ირანიდან. ანუ ისინი გავლენას ახდენენ პოლიტიკაზე ამ არაბული ქვეყნებიდან, რუსეთიდან, ჩინეთიდან, საიდანაც არ უნდა იყოს. ისინი ამას ახორციელებენ ბოტებით და მთელი ამ სისტემით.
ეს ერთი მხრივ საშიშია. მეორე მხრივ ვფიქრობ, რომ ხალხი საბოლოოდ დაიწყებს ამაზე თვალის გახელას და ითქვის, მოიცა, ეს შეიძლება სიმართლე არ იყოს. ეხლა ეს კითხვას არ ხსნის. რაც აუცილებელია ისაა, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ იქ, რომ ვუპასუხოთ ამ კითხვებს, როცა ხალხი ამას გააცნობიერებს. ვფიქრობ, სწორედ იქ მივდივართ. და ჩვენ უნდა ვიყოთ სანდო წყარო, რომელსაც შეუძლია თქვას. არა, ეს არის სიმართლე და ეს არის სწორი გზა. ვფიქრობ, ჩვენ ხედავთ ნარატივს, თუნდაც ჩვენს არხზეც, რომელიც უფრო თაობაზეა მიმართული და ვხედავ, რომ ისინი ცდილობენ გავლენა მოახდინონ ახალგაზრდა თაობაზეც ამ ნარატივით. ვფიქრობ, ამერიკა და დასავლური მსოფლიო რთული დროებისკენ მიემართება. ეს რას ნიშნავს ისრაელისთვის? არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ, რაღაც სპირალია. ყველაფერი სპირალაში მიდის. 70-იან წლებში, როგორც არიელ შარონზე ვსაუბრობდი, ბიბის წიმშიც ეს იყო ნახსენები. უბრალოდ წაიკითხეთ ის ნაწილი, სადაც საუბარია რამდენად რთული იყო 70-იან და 80-იან წლებში საერთაშორისო ზეწოლის გამო მთელი მსოფლიოდან. მაგრამ გონია, რომ ყველაფერი სპირალაში მიდის. კითხვა, რამდენად შორს წავა ეს სპირალი, სანამ უკან დაბრუნდება? ანუ სად აღმოუჩნდებით, სანამ ყველაფერი ისე უკეთესობისკენ წავა? და ვფიქრობ, ჩვენი საქმეა იქ ვიყოთ, ვიბრძოლოთ და ვეცადოთ, რომ ეს სპირალი ასე შორს არ წავიდეს. ხონგესმით, რომ უკან დავაბრუნოთ. ჩვენ თითქმის აღარ დაგვრჩა დრო. ნეით, ძალიან ვაფასებ შენს დროს, რომ პირდაპირ პროექტიდან გამოხედი, რომელსაც ახლა შუაში ხარ. ამ ფერმაზე სახლს აშენებ. მაგრამ მინდა რომ არსებითად მოგცე თავისუფალი სიტყვა. რა არის შენი გზამნილი? რა არის ის გზამნილი, არის ის გზამნილი, რომელიც გინდა რომ ამ მომენტში ვინც ამას უყურებს, შენგან გაიყოლოს. ვაუ. იცი, მგონი, ჩემი გზავნილი ისაა, რომ ცოტა ადრე უკვე თქვი ამის შესახებ, მაგრამ ნამდვილად ისაა, რომ ისრაელი მსოფლიოში აღმავალი იმპერიაა. არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთში, არამედ მთელ მსოფლიოში. მგონი ახლა ისინი მსოფლიოში მეხუთე ყველაზე ძლიერ არმიად ითვლებიან. ეს ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი ქვეყანა ამ მსოფლიოში. ისრაელში იმდენი რამ ხდება, რომ ხედავ ეს ყველაფერი იზრდება, ამას დიდი იმპულსი აქვს და ზრდა გაგრძელდება. ესე რომ თუ გინდა გამარჯვებულ გუნდში იყო, თუ გინდა დაუკავშირდე იმას, რასაც ღმერთი აკეთებს მსოფლიოში, ჩვენ ვიცით ამ ისტორიის დასასრული. ჩვენ ვიცით, რომ ისრაელი იმარჯვებს. შეიძლება წინ რთული დრო იყოს, მაგრამ სიმართლე რა ვთქვა, თუ წინასწარმეტყველებს დაუჯერებთ, ისინი ვინც აშევერთებიან, პრობლემაში აღმოჩნდებიან. ესე რომ, შევერთდი გამარჯვებულ გუნდს, იფავი ისტორიის სწორ მხარეს და შევერთდი ისრაელს, როგორც შეგიძლია. შევერთდი ებრაელ ხალხს. მოდი ემსახურე, აკურთხე, გააძლიერე ებრაული თემები შენს რეგიონში, სადაც არ უნდა იყო. ასე რომ დიახ, ეს იქნება ჩემი გამოწვევა მსოფლიოსთვის, ყველასთვის, ვინც ამას უყურებს. თუ ებრაელი ხარ, დაბრუნდი სახლში. დაუბრუნდი ისრაელის მიწას. არ ვიცი რას აკეთებ ისრაელის გარეთ, მაგრამ მჯერა რომ დაბრუნების დროა, ხელახლა დასახლების დროა. და მჯერა რომ ეს გამოაცხადებს ღვთის სიტყვას მსოფლიოსთვის მაშინ, როცა ებრაელი ხალხი დაბრუნდება საკუთარ მიწაზე. ეს შესანიშნავი გზავნილია. ამით დავასრულებთ. დიდი მადლობა ნაორ. დიდი მადლობა შენი დროისთვის. მადლობ მთელი იმ წმინდა საქმისთვის, რასაც აქ აკეთებ. ისრაელის მიწის აშენებისთვის და ყველაფრისთვის, რასაც ისრაელის სახელმწიფოსა და მწიფოსა და ებრაელი ხალხის მომავალისთვის აკეთებ. დიდი მადლობა. ვაუ, მადლობა ჯოშ. მადლობა რომ გადაცემაში მიმიწვია. ეს იყო ძალიან განსაკუთრებული გამოშვება გადაცემისა Judication-ი. ამ კვირაში გადაცემა გასვლით ფორმატში გავაკეთეთ. დიდი მადლობა რომ შემოგვიერთდით. განსაკუთრებული მადლობა თამირ პლაცმანს. ის აქ ამ გასვლით გადაღებაზე ჩვენი გამორჩეული ფოტოგრაფია. რა თქმა უნდა, მინდა მადლობა გადაუხადო ყველას JNS-ის სტუდიაში. ჩვენს producers Barbara Kamenovs, Yuri Sveretsky's, სადგურის მენეჯერს Zach Sickermans, Ryan Lipschitz და ყველა სხვა რედაქტორს JNS TV-ში. გამოგვიგზავნეთ განსაკუთრებული მადლობა. გამოიწერეთ არხი. და არ დაგავიწყდეთ ეთვია jns.org-ს, რომ მიიღოთ უახლესი სიახლეები ისრაელიდან, ახლო აღმოსავლეთიდან და მთელი ებრაული სამყაროდან. შევხვდებით მომავალ კვირას აქ Judication-ზე. JNS TV-ზე.